4500-მდე ქართველი პოლონეთიდან დეპორტაციის მოლოდინში რატომ აღმოჩნდნენ უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძებნელად წასულების სრულ გაუგებრობაში. Უკვე გაშიფრულია სქემა, რომლითაც ათასობით ქართველი პოლონეთში ხვდებოდა და ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა, აღმოჩნდა, რომ ისინი ტრაფიკერთა მსხვერპლი გახდნენ. ნახეთ, რამდენჯერ გაიზარდა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი და რა კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან საქართველოს მოქალაქეები ვარშავაში. Gazetsuli მაღაზიები, გატეხილი ბინები და მანქანიდან მოპარული პირადი ნივთები. ეს იმ დანაშაულის ერთი ნაწილია, რომლის ჩადენაშიც პოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქეებს ადანაშაულებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარშავაში კრიმინალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რის გამოც არსებობს ეჭვი, რომ დანაშაულს სხვებთან ერთად საქართველოს ის მოქალაქეები ჩადიან, რომლებიც პოლონეთში ლტოლვილი სტატუსის მისაღებად იმყოფებიან და ახლა დეპორტაციის მოლოდინში არიან. პოლონეთში თითქმის არ არსებობდა ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაული. ხოლო აი ამ ბანაკებიდან მასობრივი გაქცევის შემდეგ და მცდელობის შემდეგ რომ გადასულიყვნენ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თვითონ პოლონეთის ტერიტორიაზე გახშირდა ძალიან ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაული. იმდენად რომ სტატისტიკა გვანახებს რომ ეს დაახლოებით 20ჯერ არის გაზრდილი დანაშაულის რიცხვი. Ამ დროისათვის პოლონეთში 4045 საქართველოს მოქალაქე დენილი სტატუსის მიღებას ელოდება. მათი ბედი ამ გისოსებს მიღმა უცხოელთა საქმეების დეპარტამენტში უნდა გადაწყდეს. თვითონ ქართველი საქმის განხილვას 6 თვე და რამდენიმე დაკითხვა სჭირდება. ვარშავა ტაბოროვას 33 ეს მისამართი ყველა ქართველისათვის, ვინც ვარშავაში ლტოლვილი სტატუსის მისაღებად ჩამოვიდა, კარგად ცნობილია. სწორედ ამ შენობაში ყოველდღურად ათეულობით მათგანი რამდენიმე საათიან დაკითხვაზე მოყავთ. რის შემდეგაც ეუბნებიან პასუხს კონკრეტულ კითხვაზე, მიიღეს თუ არა ლტოლვილი სტატუსი, თუმცა უკვე რამდენიმე რაც 100 გამცხადებლიდან 99-ს პოლონეთი უარსეუბნება და უკან სამშობლოში აბრუნებს. საქართველოს მოქალაქე პირობითი სახელით გიორგი ერთ-ერთია, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს. რამდენიმე საათიანი გასაუბრების დროს მან პოლონელ სამართალდამცველებს უთხრა, რომ საქართველოში კრედიტები დაუგროვდა, რის გამოც სამშობლოში დარჩენა აღარ შეეძლო და ახლა თავშესაფარს პოლონეთში ითხოვს. თბილისში კი მის ოჯახში იციან, რომ გიორგი ევროპაში მუშაობს და ამიტომაც ტელეკამერების წინ საუბარი არ უნდა. სტატუსი მიიღეთ თუ არ მიგიღიათ? რა კითხვები დაგისვეს დღეს ძირითადად? ყოველ შემთხვევაში მეტი კითხვა არ აუზაურია. ნატალია ჩუბინიძე ერთ-ერთია, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციისათვის არალეგალი ქართველი ემიგრანტების შესახებ დასკვნებს ამზადებს. ხანგრძლივი მოკვლევის შემდეგ მან დაადგინა, რომ თბილისში ტრეპიკიორთა ჯგუფი მოქმედებს, რომელიც ქართველებს ევროპაში სამსახურს პირდება და რამდენიმე 1000 ევრო სანაცვლოდ ვარშავაში ჩაყავს. ამის შემდეგ კი ხალხი გარანტირებული სამუშაო ადგილის ნაცვლად ლტოლვილთა ბანაკებში ხვდება. აქ ილუზია, რომ აქ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის დასაქმებული და ცხოვრება არის ძალიან ვარდისფერ ფერებში და ძალიან ლამაზ ფერებში, რაც რეალურად ასე არ არის და როცა ისინი აქ ჩამოდიან, უკვე ამას თვითონ თავისთავად ხედავენ. ნაწილი მათგანი სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალურ საქმიანობასაც ეწევა და თვითონ პოლონელების მხრიდან მე პირადად მომისმენია რამდენიმე ისტორია, როცა ქართველების მხრიდან რაღაცა არაკეთილ სინდისიერ საქმიანობების ჩადენასთან გვაქვს საქმე. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში საქართველოს მოქალაქეებსა და სხვა ეროვნების სტატუსის მაძიებლებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ბოლოს ჯგუფი საპირფარეშო ოთახის დაალაგების გამო მოხდა. შიდა განაწესის მიხედვით ამ ოთახს ყველა რიგრიგობით ალაგებდა. თუმცა ქართველებმა უარი თქვეს, რაც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ ჰელსინკის კავშირის ვარშავის ოფისში. ევა ოსტაშევსკა ერთ-ერთია იმ იურისტებს შორის, ვინც ქართველების საქმეებს სწავლობს და ამბობს, რომ ლტოლვილი სტატუსის ამდენი მაძიებელი არც ერთი ქვეყნიდან არ ჩადის. ჩვენ ვიცით დაახლოებით 4500 გამცხადებლის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო პოლონეთში ჩამოვიდა და ამბობს, რომ უკან დაბრუნება არ შეუძლია. მათგან დიდი ნაწილი არის ეთნიკური იეზიდი. მიზეზებს ასახელებენ სხვადასხვას. ეს ხალხი არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკებშია შექმნილი. ისინი ერიდებიან ამ თემების გახმაურებას. მთავარი პრობლემა არის ის, რომ აქ ჩამოსულებს პოლონეთის ხელისუფლება არ აძლევს ლტოლვილთა სტატუსს და უკან სამშობლოში აბრუნებს. პოლონეთიდან დეპორტაციის წესით უკვე გამოაძევეს საქართველოს 150 მოქალაქე. კიდევ 2500 კი სამშობლოში იძულებით დაბრუნების მოლოდინშია. თუმცა როდის ჩამოვლენ არალეგალები საქართველოში ჯერ არავინ იცის, რადგან მათ დაბრუნებას 100-მდე სპეციალური რეისის დანიშვნა სჭირდება.